ერთი თავარი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტყოდი ის არის, რომ ერთი წელი გავიდა და ვერაფერი ვერ უკადეს ამბობს. ვერაფრით ვერ დააჩუქეს, ვერაფრით ვერ შეაგუეს იმ მდგომარეობას, რომელიც არის ერთპარტიული დიქტატურა რუსეთის მიერ მართული. ამას არ შეუდგება არასოდეს საქართველო, არ შეიძლება არასოდეს თავისუფალი საზოგადოება და თავისუფალი საზოგადოება დგას. ჩვენ არა ვართ არც რუსეთი და არც ბელარუსი და ჩვენ შეგვიძლია რომ მშვიდობიანად დავამარცხოთ ეს ხელისუფლება, რომელიც თავის თავსაც არ წარმოადგენს. მართლაც არის მხოლოდ მონა იმ რუსეთის, რომელსაც უნდა რომ საქართველო ისევე დაინტერესოს და დაიწყოს. კითხავთ ასევე ერთობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, აქტიურად საუბრობენ სამოქალაქო საზოგადოებაში, ოპოზიციურ პარტიებში ლიდერები, რომლებიც ციხის გარეთ არიან დარჩენილები, რომ ერთობას და გაერთიანებას ამ ბრძოლის გარშემო არ აქვს ალტერნატივა. თქვენ თავის დროზე არჩევნებამდე მათ შორის და არჩევნების შემდგომაც კიდევ ერთხელ გააჟღერეთ ამ ერთობის მნიშვნელობის შესახებ, თუმცა არც ერთხელ არ შედგა ეს კონსოლიდაცია მიუხედავად სურვილისა და თითქოს ყველა სიმდიდრე გზაობისა. გითხარით ახლა როგორ გესახებენ ეს ამ შემთხვევაში ამ მიმართულებით როგორც ქუჩაში პროტესტი, ასევე პოლიტიკურად აუცილებელი არის რომ შედგეს პოლიტიკური ერთიანი ალტერნატივა. წინააღმდეგობის ფრონტი სხვადასხვა ფორმით ვეცადეთ, დავიწყეთ, რაღაცა არ გამოვიდა, რაღაცა გამოვიდა. ბოლომდე ესეც უნდა იყოს ბოლომდე მცდელობა, იმიტომ რომ ადამიანებმა საზოგადოება უნდა დაინახოს ესენი რომ წავლენ არჩევნებით იქნება ჩამოშლით, ვინ იქნება და როგორ იქნება, ვინ აიღებს ხელში ამ ქვეყნის სტაბილურობას. ამისთვის მე არა ვარ საკმარისი, უნდა ვიყოთ ერთად. ეს არ ნიშნავს ერთიანი პოლიტიკური პარტია, ერთიანი პარტია. ეს ნიშნავს, რომ ეს საზოგადოება უნდა პოლიტიკურად ჩამოყალიბდეს. იმ თავდასხმებზე, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ, მათ შორის არასამთავრობო სექტორზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლებზე, არ დარჩა პრაქტიკულად არც ერთი სფერო, რომელსაც რეჟიმი არ შეხებია და საკუთარი რეპრესიები არ გაუტარებია, თუმცა მაინც ხედავთ რა ხდება დღეს თბილისის ქუჩებში, რისი მაჩვენებელი არის თქვენთვის ეს და როგორ ფასდება ის ტოტალური თავდასხმა, მათ შორის მედიაზე, სამოქალაქო ორგანიზაციებზე, რომელსაც ოცნება ყოველდღიურად ახორციელებს. ტოტალური თავდასხმაზე აგერ არის პასუხი. მეტი ვერ უნდა ვთქვა. ესაა პასუხი. მადლობა ძალიან დიდი.